მინდა რომ წაგიკითხოთ ერთი პოსტი დღევანდელი, ეს არის სანდრო ჭიჭინაძის დედის. ჩვენ ვიცით რომ თქვენ ოჯახის წევრები, მშობლები ყველანი ერთობლივად იბრძვით პოზიციებსაც აჯერებთ ხოლმე ერთმანეთთან, თუმცა მესმის რომ შესაძლოა ყველაფერში არ ეთანხმებოდეთ ერთმანეთს. ამიტომ მინდა ერთი პოსტი წავიკითხო. უკაცრავად ანდრო ჭიჭინაძის დედა. ლიკა გუნცაძის პოსტი. არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს, მას უწერია. ჯერ საქართველოს გათავისუფლდეს და მერე გამოვიდნენ პატიმრებო, ასე თქვეს მშობლებმაო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ ჩვენი სამშობლოსთვის ხალხი, მაგრამ ჩემ შვილს ლუკმად ვერ შეგწირავ, თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე იზრუნეთ. ეს მიემართებოდა უფრო პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს. თქვენც ასეთი განცდა დაგრჩათ, რომ ცოტა მეორე პლანზე გადაინაცვლა რეჟიმის პატიმრების საკითხმა და გაქვთ უფრო რაღაცა დანაკლისი, საყვედური მეტი, თუ აი თქვენ რა განწყობით ხართ? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისთვის. ვუერთდები ბატონ ზურას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოსამი ნამდვილად დაიწყო რუსეთმა. ჩემი სოლიდარობა გენერლებს და ჩვენს ჯარისკაცებს, რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას. რა თქმა უნდა ძალიან დაგვაკლდა ის მთავარი აქცენტები გუშინდელ გამოსვლაში, რაც ვიხილეთ ქალბატონი სალომესგან. ველოდებოდით უფრო მკაფიო, ასე ვთქვათ, სურათს, რომელიც სამწუხაროდ ვერ მივიღეთ. ჩვენთვის მხოლოდ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ბატონი ზურაბიც აქცენტირებდა, აქ იმას, რომ მაგალითად მან გადახედა თუ არა თავის პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით ამაზე ელოდით თუ რეჟიმის პატიმრების თემაზე. რა თქმა უნდა, პირადად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რადგან ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი და ჩვენ საზოგადოება ვაღიარებთ მას როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს ჩვენი ქვეყნისას, აუცილებელი იყო ჩემი აზრით, რომ მისი მიმართვა დაწყებული იყო ზუსტად აი ამ სიტყვებით, რომელიც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ და არ მოგვისმენია სამწუხაროდ, რაც შეეხება პატიმრების საკითხს, კი ბატონო, იცით რა არის, კი, ნამდვილად ცოტა უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ მე პირადად როგორც ერთ-ერთი ოჯახის ერთ-ერთი სინისის პატიმრის ოჯახის წარმომადგენელი, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად და ირაკლისთვისაც თავარი არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო და შემდგომ თვლიან ისინი, ასე ვთქვათ, შესაფერისად ის თვლის თავს შესაფერისად, რომ და შესაბამისად, რომ მოხდეს მისი შემთხვევის განხილვა, როგორც დანარჩენი ბიჭების. არ მოგცემთ უფლებას, რომ მათი თემით მოხდეს რაღაცა манипуლირება თუ ვაჭრობა თუ ასე შემდეგ, ეს განცდაც გაგიჩნდათ, იმიტომ მე ვეძიებ აი ამის საფუძვლებს ახლა ჩვენი აუდიტორიისთვის და კრიტიკული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი განწყობები ახლა, იმიტომ რომ თქვენ ხართ პრიორიტეტები, ოჯახები, რომლებსაც ოჯახის წევრები ყველა ჩვენგანის ნაცვლად, ვინც აპროტესტებს ამ პროცესს უზით ციხეში, ხომ? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის სურვილები, დაკვეთებიც, მოდით ასე ვთქვათ, პირდაპირ თქვენ ამისი სრული უფლება გაქვთ, მით უმეტეს პოლიტიკოსების მისამართით. იცით რა არის, თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი ძირითადი თემაც, რა თქმა უნდა, რაზეც საუბარი მიდის და თუ იქნება იმის შემოთავაზება, რომ დაუშვათ რაღაც გაცვლის ამბავში, რომ დაუშვათ ჩვენ თუ ეს პოლიტპატიმრები გამოვუშვით, მაშინ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს და დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ ზუსტად ერთ-ერთი ასპექტი ზუსტად ის არის, რომ არ მოხდეს აი ამ თემის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოიპოვოს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ვიტყვი ლეგიტიმაცია იმის გამო, რომ ბიჭები გამოვიდნენ. აი ეს მომენტი. აი საიდან მოვიდა ეს განცდა, ეს იყო, სადმე ამაზე საუბარი, თუ თქვენ წინსწრებით გაქვთ ესეთი აღქმა, რომ ეს შეიძლება მოხდეს? იცით რა არის, რადგან როგორც იცით, გარკვეული ოპოზიციური პარტიებისგან ჩვენ ვითხოვდით, იცით, რომ ჩვენ გქონდა შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან, ოჯახის წევრებს და ვითხოვდით მაშინაც მკაფიო პასუხებს იმასთან დაკავშირებით აპირებდნენ თუ არა
არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაშინაც ვახსენეთ, რომ ზოგიერთი მათგანისგან არ იყო ესე ვთქვათ მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე და შესაბამისად ამ ხელისუფლების პირობებში რა თქმა უნდა ყველაფერია მოსალოდნელი და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველგვარ ასე ვთქვათ სცენარს განვიხილავთ, რაც რითიც შეიძლება რომ გაგრძელდეს ან რითიც შეიძლება რომ იმანიპულირონ ოჯახის წევრებზე. შესაბამისად აი ამის ყველა გზას ნამდვილად მოვუჭრით და არ ვაპირებთ იმ დათმობაზე წასვლას, რომელიც ლეგიტიმაციას მიანიჭებს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამას თქვენ სავარაუდოდ საუბრობთ ირაკლისთან კოორდინაციით, მასთან შეთანხმებით იცით რა მისი განწყობები, ხო? ჩვენ ისედაც თითოეულის გვარი და სახელი უკვე ყველა ჩვენთაგანმა ვიცით ზეპირად, თუმცა ირაკლი ძალიან დაგვამახსოვრდა ბოლო ფაქტის გამო, როდესაც დედა ხომ არ შეუშვეს მის სანახავად და წარმოგვიდგენია ეს როგორი რთული იყო ოჯახისთვის, ხომ? ძალიან მშვიდობით დაბრუნდა დედა ადგილზე და იმედია რომ ესეც გადაიტანეთ როგორც მძიმე ემოციური ფონი. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გადავიტანთ. მე ერთის მინდა რომ საზოგადოებასაც უთხრა, რომ ნამდვილად რთულია ჩვენთვის, არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის, არამედ დანარჩენი სინდისის პატიმრების ოჯახებისთვისაც, იმიტომ რომ საზოგადოებამ უკვე გაიცნო ვინ რა როგორი საზოგადოება ვართ, ვინ ვართ, რას წარმოადგენთ და ასე შემდეგ და იცით რომ ძირითადად ისეთი ბიჭები ყავთ დაჭერილი, განათლებული, ჭკვიანი, მოაზროვნეები, თავისი ქვეყნის პატრიოტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ეს კიდევ უფრო სხვანაირ ძალას გვაძლევს ოჯახის წევრებსაც, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი ბიჭების მომავალი, ჩვენი ბიჭების ხედვები, საქართველოს მომავალი, რაც შეეხება დედას ნამდვილად მშვიდობიანად ჩავიდა, მაგრამ ეხა უფრო მეტი განცდებით დაბრუნდა იქ, იმიტომ რომ მაინც დისტანციაზე რო ხარ, საერთოდ სხვა ემოციები არის და აქ რო ჩამოდიხარ და ამ პროცესებში იღებ მონაწილეობას, კიდევ უფრო მეტად მძაფრად აღიქვამ და შეიგრძნობ იმ პროცესებს ყველაფერს, რაც მიმდინარეობს, მაგრამ გავუძლებთ აუცილებლად მივიყვანთ და თან დედა დავამშვიდოთ, რომ ირაკლის აქ ჯარი უდგას გვერდით, ასე რომ ის არაფრით არ იქნება მარტო, თუმცა რა თქმა უნდა დედის ნახვამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა.